მოგესალმებით ნადელების მარნიდან ტრადიციას არ ვარღვევთ და წელსაც ფესტივალზე ვართ. წელს ახალი ღვინოებით წარვადგინეთ 25-ის მოსავლის და პარალელურად 24-ის შემორჩენილი პეტნატებიც მოვიტანეთ, რადგან შევძლოთ ძველი და ახალი მოსავლის შედარება ერთად. ყოველ წელს ახალი მარნები ჩნდებიან. ახალ მეგობრებს ვიძენთ, ახალ გამოცდილებას უზიარებთ ერთმანეთს და ჩვენც ბევრს სწავლობთ ერთმანეთისგან. ცქირიალა ღვინის ფესტივალზე დაარსებიდან უკვე მეოთხეჯერ იღებს ჩვენი მარანი მონაწილეობას და ყოველთვის გვიხარია ხოლმე წინა საახალწლოდ ესეთ გამოფენაში მონაწილეობის მიღება. ჩვენი მეღვინეობა ბაგდადში, იმერეთში მდებარეობს, სოფელ ობჩაში და ვაყენებთ ადგილობრივი ჯიშებისგან ძალიან საინტერესო პეტნატის მეთოდით დაყენებულ ცქირიალა ღვინოებს. ფესტივალები ზოგადად ღვინის ტურიზმისთვის არის აუცილებელი ჩემი სტუდენტებისთვის. ჩვენ ვართ აქტიური მხარდამჭერები ასეთი ფესტივალების, იმიტომ რომ აუცილებელი არის ქართული ღვინის პოპულარიზაცია და ეს ხელს უწყობს, რა თქმა უნდა და ამასთანავე ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი სტუდენტებისთვის, იმიტომ რომ მე რაც არ უნდა თეორიული მასალა ვასწავლო ჩემ სტუდენტებს, აქ უკვე პრაქტიკულად დეგუსტაციის პროცესს ვაჩვენებ, სინჯავენ ღვინოებს, ამიტომ ეს ძალიან კარგი საშუალება, ძალიან დიდი მადლობა ორგანიზატორებს, რომ აი ესეთ ფერად, აი ესეთ ღონისძიებას გვიწყობენ. ყველა ასეთი ღონისძიება ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში ღვინის კულტურის ამაღლებისათვის, ღვინის პოპულარიზაციისათვის, ახალი მარნების ხელშეწყობისათვის. და ამაში ღვინის კლუბს ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის, ვინაიდან ბოლო 15 წელია უკვე აღნიშნულ ღონისძიებებს ატარებს და მე დარწმუნებული ვარ, რომ დღეს ვინაიდან საქართველოში საკმაოდ პოპულარულია, როგორც ცქრიალა ღვინოები, ასევე ჩვეულებრივი ღვინოების წარმოება, ამაში დიდი წვლილი ზუსტად აი ამ ესეთი სახის ღონისძიებებს მიუძღვის. ამ ესეთი სახის ღონისძიებებმა, ახალი ღვინის ფესტივალმა და სხვა მიზსა ბიძგი იმას, რომ გაჩნდა სხვა ახალი ფესტივალები საქართველოში, გავიდა ესენი უკვე რეგიონებში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მე ვფიქრობ, რომ აი ეს ტრადიცია, თუნდაც აი ამ პატარა ცქრიალა ღვინოების ფესტივალი, რომელიც უკვე მეოთხედ ტარდება და დარწმუნებული ვარ, რომ გაგრძელდება და კიდევ უფრო ფართო მასშტაბზე შეიძენს, ძალიან მნიშვნელოვანია ამ სახის პროდუქციის შესანარჩუნებლად, კულტურის ასამაღლებლად, პოპულარიზაციისათვის და ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ მომავალი უფრო უკეთესი იქნება.